მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ამერიკელი ექსპერტები ჯორჯიან მანგანეს სარეკულტივაციო სამუშაოების წარმოების გამოცდილებას უზიარებენ. ჯორჯიან მანგანესის აჯამეთის კარიერზე განხორციელებული ტექნოლოგიური პროცესები და სიახლეები. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პერევისის მაღაროზე მანგანუმის მოპოვების თანამედროვე სტანდარტებზე გადასასვლელად ემზადებიან. ჭიათურაში ყოფილი სანატორიუმის შენობაში მაღაროელებისთვის კიდევ ერთი სართულის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს ელექტრომექანიკოს გიორგი ჭიღლაძეს გაგაცნობთ. გამოშვების დასაწყისში გაგაცნობთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გასული კვირის წარმოების მონაცემებს. გასული კვირის განმავლობაში ვარციხეჰესის გამომუშავებულმა სიმძლავრემ 7067 მეგავატ საათი შეადგინა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა 11053 მეგავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა 6506 ტონა მანგანუმის კონცენტრატი აწარმოა. გასული კვირის განმავლობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან 6122 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიიღო. კონტრაქტორმა საწარმოებმა ჯორჯიან მანგანეს ჯამში 2429 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიაწოდეს. ფეროშენადნობთა ქარხანამ გასული კვირის განმავლობაში 1947 ტონა სილიკომანგანუმი აწარმოა. ინდუსტრიული მაცნე რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას წარმოების მონაცემების შესახებ. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ მხოლოდ მიმდინარე წელს მანგანუმის მადნის გამომუშავების შემდეგ ნიადაგის საჭირო ტექნიკური რეკულტივაცია 10 ჰექტარზე განხორციელდა. მოგვიანებით კომპანიაში ნიადაგის ბიოლოგიური რეკულტივაციაა დაგეგმილი. კომპანიას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საკარიერე ველების რეკულტივაციისთვის საჭირო რეკომენდაციებისა და მითითებების მიცემის მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ამერიკელი ექსპერტები ეწვივნენ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჭიათურას ამერიკელი ექსპერტები ესტუმნენ. ვიზიტის მიზანს კომპანიისთვის საკარიერე ველების რეკულტივაციისთვის საჭირო რეკომენდაციებისა და მითითებების მიცემა წარმოადგენდა. ამერიკელმა ექსპერტებმა სოფელ მღვიმევის ეგრეთ წოდებული ხრამის და პერევისას კარიერზე ეგრეთ წოდებული ნაფარცხების უბნები მოინახულეს. ექსპერტებს კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი ნოზაძე და რეკულტივაციის სამსახურის უფროსი დავით ყვავაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე ერთობლივი პროექტის შემუშავებასა და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა გაიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შეფს ჯორჯიან მანგანეზის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სადაც იყვნენ წარმომადგენლები როგორც სამინისტროსთან, ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას ამერიკელი ექსპერტებიც. მუშაობის და სამუშაოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ გავცნობოდით მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას უკვე საკარიერო ველების რეკულტივაციასთან დაკავშირებით, რათა რაც შეიძლება ეფექტიანად და გარემოს დაცვითი კუთხით აბსოლუტურად სწორი და სწორხაზოვანი პოლიტიკა გქონდეს. რეკომენდაციები უნდა შედგეს და უნდა დაიგეგმოს კონკრეტული სამუშაო გრაფიკი და საშუალებები, თუ რა ფორმით უნდა იყოს მიზანი მიღწეული. რაც შეიძლება მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახდინოთ რეკულტივაცია, როგორც სასოფლო-სამეურნეო კუთხით, ასევე გარემოს დაცვითი კუთხით. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ მიმდინარე წელს 10 ჰექტარი ნაკვეთის ტექნიკური რეკულტივაცია განხორციელდა, რის შემდეგაც კომპანიაში ნიადაგის ბიოლოგიურ რეკულტივაციას გეგმავენ. აჯამეთის კარიერი ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი დამხმარე საწარმოა, რომელიც მის მომარაგებას დნობის ტექნოლოგიისთვის საჭირო კირქვით უზრუნველყოფს. აჯამეთის კარიერს 20 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უჭირავს და გამამდიდრებელ ფაბრიკას კირქვის უბანსა და მდინარე ყვირილაზე არსებულ ხრეშის კარიერს აერთიანებს. კარიერზე განხორციელებული ტექნოლოგიური პროცესებისა და სიახლეების შესახებ გიამბობთ ჩვენი კორესპონდენტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
წყლის მიწოდების სისტემის გადაიარაღებამ აჯამეთის კარიერის გამამდიდრებელ ფაბრიკაში საწარმოო ციკლისა და შესაბამისად პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მყარი საფუძველი მოამზადა. საწარმოს დახარისხების კორპუსში დაახლოებით 2 თვის წინ დასრულებული პროცესის შემდეგ მიღებულ დადებით შედეგებზე ხაზგასმით საუბრობენ. მოახდინეთ წყალსადენის, ესე იგი წყლის მოწოდების რეკონსტრუქცია, გარკვეულწილად შეიძლება ესე თქვას. გადავაკეთეთ, დავამატეთ წყალს ახალი ისინი ტუბოები, ამოვიტანეთ აგერ თქვენს შემს უკან იხედება ეს ყველაფერი, რამაც გამოუჯობესა წყლის მიწოდება ფაბრიკაში და ხარისხის გამოუჯობესება თვითონ პროდუქციის. ეს წყალი მოეწოდებოდა ყვირილისპირიდან, ტუბოები კარგავდა წნევას. და ახლა ჩვენ აქ დიდი აუზი გვაქვს, იქიდან ვაკაჩავთ ამ ავში, ტუმბავთ წყალს და აქედან უკვე შემდეგი ნასოსები უფრო ტუბოები უფრო კარგად დიდი წნევით მიეწოდება ტექნოლოგიურ პროცესს. აჯამეთის კარიერი ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი დამხმარე საამქროა, რომელიც მის მომარაგებას უზრუნველყოფს დნობის ტექნოლოგიისთვის საჭირო კირქვით, რაც თავის მხრივ შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფრაქციის ქვიშისა და ღორღის სახით. მზა პროდუქციის მიღებამდე გამამდიდრებელ ფაბრიკაში კირქვის გასუფთავება, დამუშავებისა და დახარისხების პროცესი მიმდინარეობს. დატვირთვის რეჟიმს საწარმოო დავალებების მოცულობა განაპირობებს, რასაც შესაძლებელია ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული სახელშეკრულებო ვალდებულებებიც დაემატოს. 900 მმ ზომის კირქვა მოდის კარიერიდან და იყრება მიმღებ ბუნკერში, საიდანაც მიდის დიდი დამსხვრევის კორპუსში, სადაც დგას დამსხვრევანა. იმ სხვრევან 0.400 მმ-მდე ეს კირქვა. ამის შემდეგ მოდის მეორედ დამსხვრევა უკვე. 400-დან უკვე იმ ზომაზე, რომელსაც პროდუქციის სახე უნდა მიეცეს. ეს არის ძირითადად 40-80 ან 40-150 მოთხოვნილების მიხედვით. დამსხვრეული კირქვა მოეწოდება ამ კორპუსში, ამას დახარისხების კორპუსი ქვია, სადაც ხარისხდება სხვადასხვა ფრაქციებად და ირეცხება. აქედან უკვე მიდის ზემოთ ბუნკერებს, საკილიზო ბუნკერები ერქვა ადრე, ახლა კიდე გზა აღარაა და მანქანებით ხდება მისი რეალიზაცია და გაყიდვა. აჯამეთის კარიერი, რომელსაც 20 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უჭირავს გამამდიდრებელ ფაბრიკას, კირქვის უბანსა და მდინარე ყვირილაზე არსებულ ხრეშის კარიერს აერთიანებს. დანალექი ქანებით მდიდარ ამ პერიმეტრზე, როგორც ამბობენ, მანამდე ქალცედონს, იგივე აჯამეთის კაშს კუსტარულად მოიპოვებდნენ. 1964 წლისთვის კი, როცა ექსპლუატაციაში გამამდიდრებელი ფაბრიკა გაეშვა, კირქვის მოპოვების პროცესი უკვე მექანიზირებული იყო. ეს კარიერი ახლა გამამდიდრებელი ფაბრიკისთვის ნედლეულის მთავარ მიმწოდებელ კარიერს წარმოადგენს. მოვიპოვებთ კირქვას ბურღვა-აფეთქების მეშვეობით, წესით და შემდეგ ტრანსპორტირებას ვახდენთ ავტოტრანსპორტით. ვირთავთ ექსკავატორით და მოდის გამამდიდრებელ ფაბრიკაში. აჯამეთის კარიერზე დასაქმებულთა შრომამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ტვირთბრუნვის, კონტროლის ზუსტი მექანიზაციის დანერგვამ. ფეროშენადნობთა ქარხნის მენეჯმენტის გადაწყვეტილებითა და მათივე ხელშეწყობით საწარმოში ერთი თვის წინ სასწორი ამოქმედდა, რომელმაც ადგილობრივებს არაერთი უხერხულობა მოუხსნა. აქ შეგვიმსუბუქდა ძალიან შრომა, ძირითადად კირქვის კარიერიდან შემოდის კირქვის მასა იწონება, ვაფიქსირებთ, ვატარებთ პროგრამულად. აგრეთვე აქედან ესე იგი აჯამეთის კარიერიდან ქარხანაში გადაზიდული და რეალიზებული პროდუქცია იწონება, ჯერ წონით ცარიელ მას ტრანსპორტს, შემდეგ დატვირთულს და ვატარებთ პროგრამულად, საბუთს უწერთ და ვაგზავნით. უბანზე ამასთანავე მოწესრიგდა მასალების საწყობი და ფაბრიკის გალერეაში კეთილმოეწყო იატაკი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სამუშაოები კარიერზე დასაქმებულთა მიერ იქნა განხორციელებული. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პერევისის მაღაროზე მანგანუმის მოპოვების თანამედროვე სტანდარტებზე გადასასვლელად ემზადებიან. უკვე დასრულებულია მოძველებული მექანიზმების დემონტაჟი და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები. სხვადასხვა სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, რომელიც ამ დროისთვის 2330 კვადრატულ მეტრზეა დაგებული. პერევისის მაღარო მანგანუმის მოპოვების თანამედროვე სტანდარტებზე გადასასვლელად ემზადება. აქ მოძველებული მექანიზმის დემონტაჟი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოები 6 სექტემბრიდან დაიწყო. ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიწყო პერევისის მაღაროს უბნის სრული კომპლექსური მიწისზედა საფრის კეთილმოწყობითი სამუშაოები. მიწისზედა კომპლექსის მოწყობა გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების საწარმოო მოედნის მოწყობას.
მთლიანობაში დაგებულია 2330 კვადრატული მეტრი რკინა ბეტონის საფარი. მოეწყო პორტალი. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ეტაპობრივად მიმდინარეობს შეღობვა, დამცავი და საყრდენი კედლის მშენებლობა. ამ ეტაპზე მშენებლები ავტომანქანებისა და საჭირო ტექნიკისთვის ტექნიკური მომსახურების კუთხეს და დაცვის პუნქტს აშენებენ. დღევანდელ დღეს უკვე დასხმული არის 1800 კუბი ბეტონი. აშენებულია კედლები, გაკეთებულია გვირაბის პორტალი, დადგმულია KPP. დარჩენილი სამუშაოები არის 200 კვადრატი ბეტონი არის, 200 კვადრატი ბეტონი არის დასაგები. ამჟამად ვაკეთებთ ტექნიკის ცალკე კუთხეს, სადაც გარემონტდება ტექნიკა. პერევისის მაღაროზე რამდენიმე საცავი მოეწყობა, რომლებიც სხვადასხვა ადგილას კონცენტრატისთვის, სხვადასხვა საჭირო მასალისა და ნედლეულისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე აშენდება ფეთქითი მასალის საწყობი. მოეწყობა სველი წერტილი, იზოლირდება დენის ტრანსფორმატორი. მოეწყობა ეგრეთ წოდებული წყალამრიდები. სავალ ნაწილზე არსებული წყლის არხები მაღაროელების მშრალ და სუფთა გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამჟამად მუშაობთ 12 ადამიანი მაღალმშენის ბრიგადას ვასრულებთ მანქანის სარემონტო პუნქტის მშენებლობას. სამუშაოები მიმდინარეობს ხარისხიანად და ამავდროულად სწრაფად. პერევისის მაღარო ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ბაზაზე არსებული უკვე მეორე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამრეწველო უბანი იქნება. პერევისის მაღაროს მიწისზედა კომპლექსის მშენებლობა თვის ბოლოს დასრულდება. კომპანიის მენეჯმენტი ეტაპობრივად ყველა მაღაროს მადნის მოპოვების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას გეგმავს. პერევისის მაღარო ბაზალტების უბნის შემდეგ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ბაზაზე არსებული რიგით მეორე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამრეწველო უბანი იქნება. მას შემდეგ, რაც პერევისის მაღარო ახალ სამუშაო ტექნოლოგიურ პროცესზე გადავა, ბაზალტების უბნის მსგავსად, იქ დასაქმებული მაღაროელები მუშაობის პერიოდში ყოფილი სანატორიუმის შენობაში სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში იცხოვრებენ. პერევისის მაღაროს მადნის მოპოვების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად რემონტდება და უკვე დასრულების სტადიაშია ყოფილი სანატორიუმის შენობის მეორე სართული. მაღაროელთათვის განკუთვნილი მოსასვენებელი კომპლექსი პერევისის მაღაროს თანამშრომლების მისაღებად ემზადება. ჩვენი მუშა პერსონალისთვის, რომლებიც დასაქმებულები იქნებიან პერევისის მაღაროს უბანზე, მათთვის 24-საათიან რეჟიმში მათთვის მოეწყობა მოსასვენებელი ოთახები, როგორც საერთო სარგებლობის, ასევე ინდივიდუალური ოთახები. ასევე მათთვის მოეწყობა კომფორტული აბანოები, სველი წერტილები ზოგადად. ობიექტი ექსპლუატაციაში გადაეცემა 20 სექტემბერს. ბაზალტების უბნის მსგავსად პერევისის მაღაროზე მომუშავეები 2 ცვლაში იმუშავებენ. სამუშაო საათების შემდეგ ახლად გარემონტებულ კორპუსში დაბრუნდებიან, სადაც მათი დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. 12 მოსასვენებელი ოთახი უკვე გარემონტდა. თითქმის დასრულდა სველი წერტილების რემონტი. ახლა მშენებლები აივანსა და გასახდელ ოთახში მუშაობენ. ასუფთავებთ, ვალაგებთ ყველაფერს და დამჭერთ გორედის სამუშაოები კიდე შესასრულებელი და დამთავრდება ამით ყველაფერი იქნება მზად. ჩვენ თანამშრომლებს პერევისის მაღაროდან დახვდებათ კომფორტული პირობები, თბილი წყალი, ცხელი წყალი, სრულიად თავისი ავეჯით კეთილმოწყობილი ოთახები და შეექმნათ ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ სამუშაოს შემდეგ კომფორტულად მოისვენონ და მოემზადონ მომავალი დღისათვის. ასევე იგეგმება სამუშაოების გაგრძელება. ამით ჩვენ ავჩერდებით და ეტაპობრივად მოხდება მთლიანი სანატორიუმის გარემონტებას. სამუშაოები მაღაროელთა მოსასვენებელ კომპლექსში 20 სექტემბრისთვის დასრულდება. უმოკლეს ვადაშის შენობის მეორე სართულის მარცხენა ფლიგელის საჭირო ინვენტარით შეივსება და მაღაროელების მისაღებად მზად იქნება. დღეს რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს ელექტრომექანიკოსის გიორგი ჭიღლაძის შესახებ გიამბობთ. როგორ ხდება მიწისქვეშ ელექტროგაყვანილობის და ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა? ვცლად ჩვენი კორესპონდენტის სიუჟეტში.
დარკვეთის მაღაროს მესამე უბნის ელექტრომექანიკოსი გიორგი ჭიღლაძე როგორც ყოველთვის საკუთარ საქმეს ახლაც გულმოდგინედ ასრულებს. მისი მთავარი მოვალეობა მიწისქვეშა ელექტროგაყვანილობის და ტექნიკის გამართული მუშაობის, უზრუნველყოფა და შესაბამისად რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში მომუშავე მაღაროელთა უსაფრთხოების დაცვაა. ჩემი მოვალეობა არის მანქანა მექანიზმების და ელექტროდანადგარების მონტაჟი. ასევე შემდეგ მისი გამართულად მუშაობის ხელშეწყობა. სამთველის წესია, ერთმანეთის გვერდში დგომა ღალატი გამორიცხულია, კოლექტივი კარგია და ასე ერთმანეთის გვერდში ვდგავართ და მე ამაყება რა თქმა უნდა ჩემი კოლექტივი. გიორგი ჭიღლაძე სამთო წარმოებაში უკვე 12 წელია მუშაობს. მან დარკვეთის მაღაროთა სამმართველოში მუშაობა 2005 წელს ზეინკლის პროფესიით დაიწყო. მოგვიანებით მიმართულება შეიცვალა და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე ელექტრომექანიკოსის პროფესია არჩია. მას მაღაროელები პროფესიონალიზმით, სანდოობითა და კარგი პიროვნული უნარ-ჩვევებით გამოარჩევენ. ძალიან კარგად ფლობს მაღაროში ელმეურნეობასა და მექანიკურ დარგს. მაგის პროფესიონალიზმით არის გამოწვეული დასაუბნის გამართული მუშაობა. ძალიან კარგი მცოდნებია და ძალიან მშრომელი ვიდეო. მამაშვილიანი მამა არის. სათვალებს გულკეთილობა და ვაჟკაცობა ახასიათებს. ასეთია გიორგიც. გიორგი არა მარტო ჩემი ხელმძღვანელი არის, არამედ უშუალოდ ჩემი მასწავლებელი არის. ბევრი რამ ვისწავლე ამ პიროვნებისაგან, როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე უსაფრთხოების მხრივაც. რა თქმა უნდა, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მაღაროში და სამთო საქმეში უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი არის. და ეს ყველაფერი შემოსწავლა გიორგი ჭიღლაძე. საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო, რა ვიცი, თავის საუკეთესო ოჯახის კარგი პიროვნება არის და რამთავარია 5 შვილის მამაა. დარკვეთის მაღაროდან შინ სოფელ ზოჩი დაბრუნებულ მაღაროელს დედა, მეუღლე და 5 შვილი კართან ეგებებიან. მამა რომ მოდის ჩვენ ხვდებით ჭიშკართან. მერე გვეხმარება დავალების დაწერაში და უმეტეს დროს ჩვენთან ატარებს. ჩვენ დავყვებით ხოლმე ყანაში და ვეხმარებთ. არის ძალიან მშრომელი, მზრუნველი თავის ოჯახზე. არის ძალიან კარგი მამა. და როდესაც დაღლილი მოდის სახლში, ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად, რომ შეუმსუბუქებთ საქმე და საოჯახო საქმეები უკვე გაკეთებული ხდება და ვცდილობთ შესაბამისი მშვიდი გარემო შევქმნათ ოჯახში, რომ მოისვენოს. ზოგჯერ ეს ვერ ხერხდება, იმიტომ რომ 5 ბავშვი მოგეხსენებათ რა ხმაურიანები არიან, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ სიმშვიდე იყოს ოჯახში. ჩემი მეუღლე მაღაროელი იყო. წარმატებული მუშა იყო. ეს ერთი შვილი მყავს და მინდა რომ მოეხმარო. შეძლებს დაგვარად ვეხმარები. 43 წლის მრავალშვილიანი მამა სამთო წარმოებასთან ერთად სასოფლო სამეურნეო საქმიანობასაც აქტიურად მისდევს. როდესაც გიორგი სამსახურშია, ბავშვები დედასთან და ბებიასთან ერთად საოჯახო საქმეებში ერთვებიან, რათა მაღაროდან დაბრუნებულ მამას შრომა მაქსიმალურად შეუმსუბუქონ. მაქვს დიდი ოჯახი. შესაბამისად, სოფელშიდაც ჭირდება შრომა, წარმოებაშიდაც და სოფელშიდაც. მეტი შრომა არის საჭირო დიდი ოჯახის სარჩენად, ამიტომ ვეხმარებიან ბავშვები, მეუღლე, დედა, მე თითქმის სახლის საქმე დაბრუნებისას გაკეთებული ხდება. მრავალშვილიან მაღაროელთა ოჯახებს კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ურიცხავს. მათ შორის არის გიორგი ჭიღლაძეც. მაღაროელი ამბობს, რომ აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია და კომპანიას გამოჩენილი კეთილინებისთვის მადლობას უხდის. მუშაობა დავიწყე 2005 წელს. მაშინ დელთან შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით. სპეცთან სასვლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ბავშვებზე მაქვს დახმარება. მადლობელი ვარ ამისთვის ჯორჯიან მანგანეზის. გიორგისთვის ხვალ მორიგის სამუშაო დღე დაიწყება და კვლავ ჩვეულებრივ გააგრძელებს საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას. ინდუსტრიული მაცნეს შემდეგ გამოშვებებში კვლავ გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ შტრიხებს. თქვენ უყურებთ გადაცემას ინდუსტრიული მაცნე. გემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით. ნახვამდის.